Რამოდენიმე დღის წინ იყო სასამართლო, სადაც 4 ოქტომბრის ხუთეული და კიდე რამოდენიმე ადამიანი ერთად გაასამართლეს 10 თუ 12 კაცის ერთად იყო სასამართლო, პირველი სხდომა იყო მათი. სადაც ჯერ სანამ შეგვიშვეს დარბაზში ძალიან დიდი ხანი გარეთ ვიდექით და მე ვიდექი ნაციონალური მოძრაობის წევრებთან, რა თქმა უნდა. რომელშიც აღმოვაჩინე რა ანტიტრამპისტები რო არიან ნაციონალურ მოძრაობაში, ეს ვიცი ისედაც და ძალიან სამწუხაროა ეს და კიდე ორი დაემატა მათ რიგებს ამ ორზე არ ვიცოდი რომ ესეც ანტიტრამპისტები იყვნენ. და ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ღმერთო როგორ საშინლად ექცევა ტრამპი უკრაინას, როგორ საშინლად ექცევა ტრამპი უკრაინას. როდესაც ადამიანი იმდენად არაადეკვატურად აფასებს მიმდინარე მოვლენებს, როგორიც ეს ორი მაგალითად, რომელიც თვლის, რომ ტრამპი საშინლად ექცევა უკრაინას, ძალიან რთულია, რომ ჯერ გასაკვირია, რომ ნაციონალურ მოძრაობაში არიან, იმიტომ რომ ჩემი ღრმა რწმენით ყველაზე ჭკვიანი ადამიანები არიან ნაციონალურ მოძრაობაში, ხო და ეს ყველაზე ჭკვიანები ძალიან ცოტანი არიან. არიან, ასე ვთქვათ, ინტელექტუალური ბირთვი ამ პარტიის, სადაც სამწუხაროდ უმეტესობა ისეთივე მსხვერპლია CNN, BBC და დანარჩენი საინფორმაციო დიდი გიგანტების და დასავლური გიგანტების პროპაგანდის, როგორც უმეტესი მოსახლეობა საქართველოსი, უკრაინის და ალბათ მსოფლიოსი, რა ვიცი, იმიტომ რომ ანტიტრამპიზმი ყველგან არის, მარტო საქართველოში და უკრაინაში არ არის. და განვიხილოთ ახლა, რამდენად არაადეკვატურია ანტიტრამპისტობა, როდესაც შენ საქართველოში ცხოვრობ, როდესაც შენ ქართულ ოცნებას ებრძვი და როდესაც შენ ძალიან გულშემატკივრობ უკრაინას. თვითონ ბაიდენი ანტიტრამპისტები ახლა ტრამპს ვისადარებენ და ტრამპზე ერისთვის არიან გაბრაზებულები, თითქოს იმიტომ, რომ ბაიდენი უკეთესად იქცეოდა. თითქოს. ბაიდენი როგორც ასეთი თვითონ საერთოდ არაფერს არ აკეთებდა. მძინარე ჯო იმიტომ ქვია, რომ არც კანონები, არც უმეტესი რაღაცა თვითონ პრეზიდენტის ბრძანებულებების შინაარსი არ ქონდა თავისით მიღებული და გააზრებულიც კი არ ქონდა უმეტესობა და მის მაგივრად, მისი ფაქსიმილიეთი აწერდნენ სხვა ადამიანები ხელს. და ეს სხვა ადამიანები არის მისი პირადი ოჯახი და ის პოლიტიკური გუნდი, რომლის მეთაური და რომლის რეალური ლიდერი არის ბარაკ ობამა. ჩამოვთვალოთ მთელი ის ბოროტებები, რაც ამ გუნდმა გაუკეთა საქართველოს და მერე ჩამოვთვალოთ სიკეთეები, რაც ტრამპმა გაუკეთა საქართველოს. დავიწყოთ ობამას პირველი რაც გააკეთა, როგორც კი მოვიდა და გაიმარჯვა, ეგრეთ წოდებული გადატვირთვა რუსეთთან. 2008 წლის ომი, არა, უფრო ადრე დავიწყოთ. ბოდიში. ეს არ არის უფრო ადრე, ეს შემდეგია. გააკეთა გადატვირთვა. და საერთოდ და სრულიად დააიგნორა 2008 წლის ომი,
რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ არაფრად არ ჩააგდო, საერთოდ არ გაითვალისწინა არანაირი სანქციები, არანაირი არაფერი. კიდევ კარგი, რომ მანამდე მოვასწარით, ანუ ამან როდის გაიმარჯვა? 2009 წლის ოქტომბერი იყო, ან ნოემბერი იქნებოდა, ამ დროს არის ხოლმე არჩევნები ამერიკაში და სანამ გაიმარჯვებდა, მანამდე მოვასწარით ჩვენ სექტემბერში, რომ მიგვეღო ოკუპირებული რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის სტატუსი, მადლობა ღმერთს, რომ ეს სასწრაფოდ და სწრაფად გავაკეთეთ. ეს სტატუსი იმიტომ მოგვენიჭა, რომ რუსეთმა არაფერი არ შეასრულა, იმ შეთანხმების, რომელიც მასთან დავდეთ, არც ერთი პუნქტი არ შეასრულა და პირიქით აფხაზეთი და ცხინვალი აღიარა რაღაცა დამოუკიდებელ რესპუბლიკებად და ამ აღიარების გამო მსოფლიომ ჩვენ გვაღიარა როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყანა. კიდევ კარგი, რომ ეს სტატუსი უკვე გქონდა. თორემ ბაიდენის, ობამას თეთრი სახლის პირობებში ჩვენ ამ სტატუსს ვერ მივიღებდით. ევროპას რომც მიიღო, თუმცა ევროპა მაშინ ისეთი მძინარა იყო სარკოზი და მერკელის ხელში ჩვენ ამას არანაირად არ მივაღწევდით და ვერანაირად ვერ მივაღწევდით და მხოლოდ ბუშის ამერიკამ ანუ დაგვეხმარა იმაში და ბუშის ამერიკასთან დიპლომატიამ დაგვეხმარა იმაში, რომ ოკუპირებული სტატუსის ქვეყნის სტატუსი მივიღეთ. ეს ყველაფერი ობამამ დააიგნორა და 2009 წელს დაიწყო რუსეთთან გადატვირთვა ურთიერთობების. 2011 წლიდან ობამას თეთრმა სახლმა განახორციელა ძალიან დიდი ზეწოლა მიხეილ სააკაშვილის გუნდზე. იმისთვის, რომ აიძულა ცოტა ძალიან ხმამაღალი სიტყვა, აი ესე პირდაპირ მიშას ისინი ვერაფერს ვერ აიძულებდნენ, მაგრამ წნეხი როგორც ასეთი ძალიან დიდი იყო თეთრი სახლიდან და ევროპიდან ფონდერ ლაინი იყო ამ წნეხის მეთაური. მასთან ნელ-ნელა წყვეტდნენ კონტაქტებს და ეს კონტაქტები დაყავდათ მინიმუმზე. მაქსიმალურად გვტენიდნენ და გვაბოლებდნენ, რომ ვითომ ჯერათ, რომ ივანიშვილი დასავლეთთან კარგად ითანამშრომლებს, რომ ივანიშვილი დასავლურ პოლიტიკას გაატარებს, რომ ივანიშვილი არანაირი რუსი ოლიგარქი არ არის, რომ ივანიშვილი ის არის, ივანიშვილი ეს იყო ყველაზე დიდი რამაც რეალურად მოიყვანა ჩვენთან ივანიშვილი. იმიტომ რომ რუსეთი, მარტო რუსეთი, პირდაპირ რუსეთი, რაც არ უნდა რაღაცა სასწაულები გაეკეთებინათ აქ და რაც არ უნდა მხარდაჭერა ქონოდა საპატრიარქოდანაც კი მაინც საბოლომდე და საბოლოოდ ვერ იზამდა იმას, რომ ჩვენთან ხიხო მოეყვანა. დღეს არ ვიცი ნახეთ თუ არა. ელისო კილაძეს მორიგჯერზე მე ხო 3 აკაუნტი მაქვს Facebook-ზე და მესამე აკაუნტიც დამბლოკა დღეს და თავრობას სანამ ეძახი ამათ, მანამდე მათიანი ხარ მეთქი, რაზეც აქით სააკაშვილის სექტა დამიძახა და საერთოდ სააკაშვილის ამომრჩეველს რო სექტას ეძახი, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ რუსი ხარ და გამოტენილი გაქვს თავი რუსული დებილობებით და კრემლისტური სირობებით. ეს ერთი და მეორე, შენ რო ხიხოს ეძახიო ივანიშვილსო, ამან ძალიან გიშველაო და საინტერესოა საიდან იცის რომ მე ხიხოს ვეძახი ივანიშვილს. შემთხვევით ხომ არ მისმენს და ჩემს ვიდეოებს ხო არ უყურებს YouTube-ზე. ხო და გავაგრძელოთ და ანუ ობამას ამერიკამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ხიხო მოსულიყო საქართველოში. ამის მერე 2016-ში, ну მოკლედ, იმის მერე რაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მიშა წასულიყო საქართველოდან, შემდეგი წლების განმავლობაშიც გააგრძელეს ეს თავის გადებილება, რომ ვითომ ვერ ხედავენ, რომ ეს რუსია და რომ ყველაფერს ანგრევს, რაც გვიკეთებია და ყველაფერ დასავლურს გვისპობს.
და ის რომ USAID და ზოგადად ამერიკული ფონდები და სოროსის ფონდები ძალიან დიდი მხარდაჭერას უწევდნენ არა მარტო ოცნების მთავრობას თვითონ მთავრობას ძალიან აფინანსებდა USAID აი ახლა ტრამპმა შეწყვიტა ეს თორემ დღემდე USAID ოცნების დამფინანსებელი იქნება და დარწმუნებული ვარ ეს ტრამპს რო არ შეეწყვიტა. ნუ სოროსის ფონდი ხო საერთოდ ანუ მთელი ეს გამოსცირებული რაღაცა გამოენჯოებული კლასტერი რომელიც ასევე იმისთვის არსებობს რომ ხიხო დიდხანს გაგრძელდეს და იმისთვის არსებობს რომ იჭყვიტინოს აბა მიშა გინდა და მიშა ჰომოფობია და ჰომოფობი როგორ უნდა დავაბრუნოთ პოლიტიკაში ეს აი მთელი პრაიდების და რაღაცეების და ბაია პატარაიების ენჯოების რაღაცა გამოსცირებულობა არა რეალურად კორუმპირებულობა იმიტომ რომ ამ საღლევეთის კოლგის ქვეშ თუ არ ახარ და ის რაღაცა გადაფსიხებული ვითომ ფემინისტი გადაფსიხებული რაღაცა სექსუალური იმების უმცირესობების რაღაცა დამცველი და ესეთი რაღაცა დღეს არის ასეთი NGO Girls Wave ვითომ გოგოების ტალღა რომელიც პერიოდულად პოსტებს დებენ რომ დღეს მენსტრუაციის ხილვადობის საერთაშორისო დღეა მერე კიდე რაღაცნაირი ტრანსგენდერი კიდე ძალიან პოპულარული თემაა აი რაღაცა სრულიად არაპოპულარულიც კი რაღაცნაირი ადამიანების ხილვადობის დღე ნუ მოკლედ აი მთელი ეს აბსოლუტური სალევაკეთი და გამოსცირებულობა რომელსაც ევროპა სამწუხაროდ დღემდე აფინანსებს ევროპული ფონდები ამერიკამ შეწყვიტა როგორც იქნა არ ვიცი სოროსმა შეწყვიტა თუ არა სოროსი ასევე აფინანსებს მთელი ვითომ ოპოზიციურ არხებს, რომლებიც რეალურად იმით არიან დაკავებულები, რომ ასევე საკოცეც აძლიერებენ. აი ეს ყველაფერი, აი ეს დასავლეთი და ეს ამერიკა არის ობამისეული ამერიკა. და შენ როდესაც მიშას პარტიაში ხარ და მიშისტი ხარ და აი ეს ამერიკა მაინც მოგწონს და ტრამპი არ მოგწონს, კოგნიტიური დისონანსი გაქვს. გავაგრძელოთ. ობამას ბოროტებები ვიცით? ბაიდენის ბოროტებები. არანაირად არანძდროს არ დაადო სანქციები. რამდენი პაკეტი სანქციები მიიღო რუსეთის წინააღმდეგ. ტრამპმა მხოლოდ ერთი დამატებითი სანქციები დაადო იმას რაც უკვე არის ეს ლუკოილი და როსნეფტი და ახლა ამზადებს ძალიან სერიოზულ პაკეტს ეს არის ტრამპის პირველი პაკეტი ტრამპის სანქციების პაკეტი ჯერ არ გამოუქვეყნებია კონკრეტულად ეს ორი კომპანია დაასანქცირა და ამ ორი კომპანიის დასანქცირებით უკვე ძალიან ბევრი ვიღაცა და რაღაცა დაზარალდა კოცების ბიზნეს კავშირებიდან საქართველოში რაც ძალიან კარგია და შემდეგ პაკეტში რომელსაც კიდე მიიღებენ ძალიან იქ უკვე ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება ქართულ ოცნებაზე აი უსერიოზულესი და ბაიდენმა რამდენი სანქციების მიიღო, არც ერთი სანქცია არ იყო ისეთი, რომ შეხებოდა ქართულ ოცნებას. თვითონ ქართულ ოცნებაში პირადად კონკრეტულად საქართველოზე რო გამოიყო რაღაცა სანქციები და კონკრეტულად ესენი დაესანქცირებინა არასდროს არ გააკეთა და ბოლოს ვითომ გავბრაზდიო ადგა და საქართველოს გააუქმა სტრატეგიული თანამშრომლობა. ანუ ოცნება და ივანიშვილი კი არ დაასანქცირა საქართველოს გააუქმა სტრატეგიული თანამშრომლობა.
სრული მავნებლობა მთელი ამ გუნდის ყველაფერი, რაც უკეთებიათ. სრული მავნებლობა მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად დემოკრატიული პარტია ისეთივე მხარდამჭერია საქართველოსი, როგორც რესპუბლიკური პარტია. და აი მაგალითად მეგობარი აქტს, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრების შედგენილია, შექმნილი იგივენაირად და იმდენივე პროცენტულად უჭერს დემოკრატი მხარს, როგორც რესპუბლიკელი. ანუ აი ამ საკითხში, საქართველოს სწორი მხარდაჭერის საკითხში, თვითონ პარტიები, რესპუბლიკელიც და დემოკრატებიც ერთნაირად, ანუ მაღალ დონეზეა ჩვენი მხარდაჭერა და მიუხედავად ამისა, დემოკრატების პრეზიდენტები, ობამაც და ბაიდენიც, აი სრულიად საზიზღრულად იქცეოდნენ მთელი მათი პრეზიდენტობის განმავლობაში. წავიდეთ ტრამპის სიკეთეებზე. ტრამპი ძალიან აწვებოდა ოცნებას ანაკლიის სპორტზე, რომ აუცილებლად ანაკლიის სპორტი უნდა ეშენებინა ამერიკას. ამერიკაში 3 პრემიერ-მინისტრი იყო საქართველოდან დაბარებული, რომელმაც დაპირდა და სიტყვა მისცა ტრამპს, რომ ანაკლიას ამერიკელები აშენებენ, მიუხედავად იმისა, მაინც გადააგდეს ამ სიტყვისა, მერე პომპეო ჩამოვიდა ამერიკიდან და როდესაც დაინახა პომპეომ, რომ ამათთან ვერანაირ საქმეს ვერ აწყობს, რომ ესენი აუცილებლად გადააგდებენ და რომ მიხვდა უკვე და რომ ანაკლიას არ ააშენებინებენ. ყოველ შემთხვევაში ამ უახლოეს წლებში ანაკლიაში პორტს გამოვიდა და მიიღო კანონი იმის შესახებ, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არავინ არასდროს არ უნდა გაბედოს, რომ ცნოს დამოუკიდებლად. და თუ ვინმე ამას გაბედავს, სამუდამოდ ჩაიხრჩობა ამერიკულ სანქციებში და ასეც მოხდა იმის მერე არავის არ უღიარებია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებლად. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რუსეთს ჯერ კიდევ იმდენადვე უძვრება უკანალში, როგორც მანამდე უძვრებოდა, ირანი საერთოდ შეუძვრა და შეუძვრა, ჩინეთმა აქით შეიძვრივნა, მაგრამ არც ერთი, არც მეორე ახლა ჩინეთი არ არის ისეთი დებილი, რომ ამაზე ეფიქრა, მაგრამ ირანიც რო არ არის ამის გამკეთებელი და ბელორუსმაც კი რო არ აღიარა, აი რამდენად თავი აქვს ბელორუს შეყოფილი რუსეთის უკანალში და კერძოდ პუტინის უკანალში აქვს ლუკაშენკოს, მაინც არ არის იმ დონემდე დაცემული და გარუსებული და მაინც ითვალისწინებს ამერიკის აი ამ კანონს და ამ დებულებას, რომ არ გააკეთა ეს, ანუ დღემდე ლუკაშენკოს არ უღიარებია ჩვენ ტერიტორიები დამოუკიდებლად. და ახლა რაც მოვიდა იმის მერე, მეგობარ აქტს რომ მიიღებს ტრამპი, ჯერ ერთი და რო არ აღიარებენ. ისიც დარწმუნებული ვარ, რომ კამალას რო გაემარჯვა, აღიარებდა ამერიკა 24-ის არჩევნებს. დარწმუნებული ვარ 100%-ით. ვერავინ ვერასდროს ვერც ერთ არგუმენტს ვერ მომიყვანს, რომ ეს ასე არ იქნებოდაო. კამალა აუცილებლად აღიარებდა ქოცებს ლეგიტიმურად და წინა არჩევნებს, 24-ის არჩევნებს უღიარებდა დემოკრატიულ არჩევნებად. ტრამპის ადმინისტრაციამ ეს არ გააკეთა, ტრამპის გუნდმა ეს არ გააკეთა, ტრამპის თეთრსახლმა ეს არ გააკეთა. თუმცა იმ მომენტში ტრამპი ჯერ პრეზიდენტი არ იყო, მაგრამ უკვე გამარჯვებული იყო და ამან გადაგვარჩინა. გადაგვარჩენს კიდე ერთი გადარჩენა იქნება, გადარჩენის კიდე ერთი ინსტრუმენტი მეგობარი აქტი და გადარჩენის კიდე ერთი ძლიერი ინსტრუმენტი ის სანქციების პაკეტი, რომელიც ლინდსი გრემმა შეადგინა. მე ლევან გახელაძესთან ერთად, როდესაც ვსაუბრობ ვიდეოებში, ხშირად ვახსენებთ იმ პაკეტს, ძალიან ველოდებით იმასაც. შეიძლება ის პაკეტი უფრო ადრე მიიღონ, ვიდრე ჩვენი მეგობარი აქტი, ესეც ძალიან კარგია, იმიტომ რომ ორივე ძლიერია. ანუ ის პაკეტი მეგობარი აქტი დაარტყამს პოლიტიკურად
და ის პაკეტი ძალიან დაარტყამს ფინანსურად. ძალიან ჩაკეტავს და შებოჭავს ოცნებას. ასევე ბაიდენს მაგალითად არასდროს არ გაუთავისუფლებია ვიღაცები გაათავისუფლა რუსეთიდან, ანუ წაიყვანა ისეთი დატყვევებული ადამიანები, ანუ ამერიკელები იყვნენ რაღაც ნაწილი რუსეთში დაჭერილი ამერიკელები და ვიღაც ვითომ ოპოზიცია, თავისნაირი გამოსირებულები, რეალურად არც ერთი იმ ოპოზიციიდან პუტინის ოპოზიცია არ არის. ანტიიმპერიალისტი და არაიმპერიალისტი იქიდან არც ერთი არ არის და საქართველოს მიმართებით კი არა, უკრაინის მიმართებითაც ძალიან არასწორი პოლიტიკა აქვთ და ის რომ ტრამპი ჩავიდა და ლუკაშენკოს ბელორუსში ბელორუსები გააშვებინა ესეც ძალიან ძლიერი და სწორი ნაბიჯია იმასთან შედარებით, რასაც აკეთებდა ბაიდენი. ბაიდენის დროს საქართველოს თითქმის არავინ აღარ ახსენებდა, უკვე დავიწყებული იყო როგორც ასეთი საქართველო. ბაიდენის პრეზიდენტობის დროს სულ 3-ჯერ შეეხო თეთრი სახლი საქართველოს ხსენებას და ყოველთვის ნეგატიურ მხრივ, იმიტომ რომ საქართველოში დემოკრატია გაფუჭდა, მაგრამ არასდროს არ ამბობდნენ დემოკრატია რო გაფუჭდა, რა უნდა გააკეთონ იმისთვის და როგორ უნდა დაგვეხმარონ, რომ ეს დემოკრატიას რაღაცნაირად გადავარჩინოთ. ტრამპის ადმინისტრაციის დროს ძალიან ხშირად გვახსენებენ, ძალიან ხშირად კვირა არ გავა, ისე რომ 2-3-ჯერ არ გვახსენონ და ყოველთვის როგორ ისე კი არა, რომ უბრალოდ დემოკრატია გაფუჭდა, არამედ ყოველთვის ემუქრებიან ქართულ ოცნებას. და ყოველთვის იმას ახსენებენ, რომ მადუროს ბედიელის, პუტინის ბედიელის, ირანის აიათოლების ბედიელის და რო ჩინეთს რო ჩააბარა და რუსეთს რო ჩააბარა საქართველო, ეს აი ასე უკვალოდ არ ჩაივლის ბიძინა ივანიშვილისთვის. აი ასეთი მუქარა არასდროს არ გაჟღერებულა ბაიდენის ადმინისტრაციისგან საქართველოს რა ოცნების მიმართებაში. ამიტომ საქართველოს სასარგებლოების კუთხიდან რო შევხედოთ, შედარებაც არ შეიძლება ტრამპი იმდენად ბევრად უფრო სწორი და მართალია საქართველოსთან. ახლა გადავხედოთ უკრაინას, ის ორნი, ვინც იქ სასამართლოს რიგში ძალიან აღშფოთებულები იყვნენ, რომ ტრამპი რა სასწაულებს უშვება და რა ცუდებს უშვება უკრაინას. გადავხედოთ უკრაინასთან მიმართებაში, როგორი დამპალი იყო ობამა-ბაიდენის ჯგუფი და როგორი სწორია ტრამპი. 2014 წელს, როდესაც ყირიმი აიღო რუსეთმა, დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ჩვენ არ მოგვცემდა ობამა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის სტატუსს, ზუსტად ისევე არ მისცემდა უკრაინას ოკუპირებული ქვეყნის სტატუსს და არ აღიარებდა იმას, რომ ყირიმი ანექსირებულია. ყირიმი ჩვეულებრივად გადაულოცავდა რუსეთს, რომ არ ყოფილიყო მიშას დიპლომატია და რომ არ ყოფილიყო ის პრეცედენტი, რომ ჩვენ უკვე გვქონდა ეს სტატუსი და რომ უკრაინაში უბრალოდ გამეორდა და ის რომ მიშა 2008 წლიდან 2014-მდე ყველგან სადაც კი რამეს ლაპარაკობდა, ყოველთვის იმას ამბობდა, რომ რაც ჩვენ დაგმართა რუსეთმა, იმას გაუმეორებს უკრაინას და ანუ აი ეს შემზადებული რო არ ყოფილიყო, აი ეს პოლიტიკური ნარატივი, რომ უკრაინაც ძალიან დიდ საფრთხეშია და იგივე ოკუპაცია ელის, რაც საქართველოს დამართა, ობამა არ წავიდოდა იმაზე, რომ ეცნო ყირიმის ანექსირება. ჩვეულებრივად გადაულოცავდა და აღიარებდა როგორც რუსეთის ახალ ტერიტორიას.
შემდეგ, არანაირი არაფერი რო არ მისცა თავდაცვის, არც იარაღი, არც არაფერი ეს ვიცით და როგორც კი მოვიდა ტრამპი, მისცა ჯაველინები და ჯაველინებმა იმ მომენტში და იმ წლებში ძალიან ადრე იმ ტერიტორიას ატო ერქვა. ძალიან დიდი შვება იყო ატოსთვის ჯაველინები. ასევე პირველ პრეზიდენტობის დროს, როგორც საქართველოზე მიიღო კანონი, რომ არავინ არ უნდა გაბედოს აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებელ რაღაცა რესპუბლიკებად ცნობა, ასეთივე კანონი მიიღო ყირიმზე და ყირიმზე თქვა, რომ ყირიმი არის მხოლოდ უკრაინის, მარტო უკრაინის და არასდროს არ იქნება არავის უკრაინის გარდა. ანუ რო არასდროს არ ცნობს ყირიმს რუსეთის ტერიტორიად. ის რომ ტრამპი მუდმივად იმას ლაპარაკობს, რომ მე რო ყოფილიყავიო და ბაიდენს რო არ მოეპარაო ჩემთვის არჩევნები, ეს 22 წლის, 22 მაშინ სხვა წლები გამოდის, მაგრამ ანუ მეორედ ომის დაწყებას რუსეთი ვერ გაბედავდაო, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ტრამპის დროს პუტინს არ ქონდა იმდენი ფული, პუტინს ნავთობი იყო ბევრად უფრო იაფი ვიდრე ბაიდენის დროს, არ მუშაობდა დაბლოკილი და დასანქცირებული იყო, ჩრდილოეთ ნაკადი და ევროპაში არ მიედინებოდა გაძლიერებულად და გაორმაგებულად რუსული ნავთობი და გაზი. ეს ყველაფერი დაბლოკილი იყო, შესაბამისად არ ქონდა პუტინს იმდენი ფული, რომ გაერისკა და ომი დაეწყო. და დარწმუნებული ვარ, რომ მართლა ისე იქნებოდა, რომ პუტინი ამას ვერ გაბედავდა. ყველაზე საშინელი რაც გააკეთა ბაიდენმა. არა, ყველაზე საშინელი არა, ახლა რეებსაც ჩამოვთვლი, ყველაფერი ერთი მეორეზე უფრო საშინელია. ბაიდენმა რუსეთთან ერთად შეთანხმებით, ასე ვთქვათ, მისცა კურთხევა რუსეთს, ამაზე ბევრი სტატია არსებობს და მე ამ სტატიებზე ბევრჯერ მილაპარაკია. გამოქვეყნდა კიდევაც თვითონ ამერიკაში 1 წლის მერე ომის დაწყებიდან, რომ FBI არა, ЦРУ და პუტინი, ანუ პუტინმა უთხრა ЦРУ-ს დირექტორი იყო რუსეთში ჩასული ოქტომბერში, ზუსტად იმის მერე, რაც მიშა უკვე დაჭერილი იყო საქართველოში, საბოლოო გადაწყვეტილება მაშინ მიიღო პუტინმა. მიშა უკვე საქართველოში დაჭერილი იყო, ამის მერე ჩავიდა ЦРУ-ს დირექტორი რუსეთში. პუტინმა უთხრა, მე სწრაფად აი როგორც ყირიმი ავიღეო დაახლოებით ეს სწრაფად ავიღებო კიევს 3 დღეშიო და ხელი არ შემიშალოო და იმანაც კიო ხელს არ შეგიშლითო. მერე იყო ის, რომ ომის დაწყების წინ რამოდენიმე დღით ადრე ზელენსკი იყო თეთრ სახლში და იქ ბაიდენმა უთხრა ძალიან წუხვარო, შენ 3 დღეში აგიღებენო, ძალიან წუხვარო, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლიაო და ანუ შევეგუოთო ამასო, ამაზე ყვება კულება. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გორდონთან ინტერვიუში, ეს მისი პირველი ინტერვიუ იყო ომის დაწყების მერე. რო აი ასე მიგვიღესო და აი ეს რაღაცა გვითხრესო და ისინი სრულიად შეგუებულები იყვნენ, რომ ჩვენ უნდა წავაგოთ და 3 დღეში უნდა დავმარცხდეთ. 3 დღეში რო არ აიღო ყირიმი ეს ქართველი მებრძოლების დამსახურება, ყირიმი მეთქი კიევი. იმის დამსახურებაა, რომ ვერ აიღო გოსტომელი და გოსტომელი რო ვერ აიღო, ეს იმის დამსახურებაა, რომ იქ იყვნენ ჩვენი ბიჭები. ამაზე კიდე ალბათ მერე ფილმები გადაიღება, როდის მე და წიგნები დაიწერება, როგორ გადავარჩინეთ ქართველებმა კიევი 3 დღეში აღებისგან. ანუ ეს, რომ კურთხევა მისცა რუსეთს, რომ ხელი ჩაიქნია და დაემშვიდობეთო უთხრა უკრაინას. მერე როგორ ძალიან საერთოდ შეიძლება არც დაეწყო იარაღის მიცემა და რომ დაინახა, რომ უკრაინა არ ნებდება
რომ აწი უკვე დასახმარებელია და უნდა დაეხმარო, ამაზე ამერიკა დაქოქა ბორის ჯონსონმა. ბორის ჯონსონი იყო ის ლოკომოტივი, რომელიც თეთრ სახლს იმენა მოსვენებას არ აძლევდა და ზუსტად ამიტომ მოიშორა მერე ამერიკამ ასევე ყველაფერი როგორც ჩვენთან ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ მიშა დაგვეკარგა, ისე ყველაფერი გააკეთა ბაიდენის თეთრ სახლმა, რომ ინგლისს ბორის ჯონსონი დაეკარგა. გაერთიანებულ სამეფოს. და ყველაზე საშინელი. შარშან დაიწყო ამაზე უკვე ამერიკულ სხვადასხვა გამოცემებმა სტატიების წერა. და დღეს უკვე ძალიან ბევრი ვიდეოები და ინტერვიუებიც არსებობს, სადაც თვითონ მეომრები ამაზე ყვებიან და ერთ-ერთი ბოლო ვიდეო ინტერვიუ არტი გრინისას მე აქ მივაბამ რუსულადაა ეს ინტერვიუ, ერთ-ერთ რუსულენოვან ამერიკელს აძლევს ამას. ვილენსკი არის ასეთი. ძალიან დეტალებში ყვება როგორ აიძულა ბაიდენმა უკრაინის მეთაურობა, რომ ის პირველი ყველაზე ძლიერი კონტრშეტევა წარუმატებელი აღმოჩენილიყო. ანუ სრულიად წარმატებული უნდა ყოფილიყო და ყველაფერი ისე მიიდიოდა, რომ უკრაინას უნდა მოეგო და ყირიმი უნდა აეღოთ. თუ გახსოვთ, პოდოლაკი ამბობდა მაშინ, რომ ძალიან მალე ყირიმში ჩავალო და იქ სანაპიროზე ჩემი საყვარელი კაფე მაქო და იქ ყავას დავლევო და ვიდეოებს გადავიღებო. ანუ ამას ესე ტყუილად ჰაერზე კი არ ამბობენ, ახლა იმდენად შტარები და გიჟები და დებილებიც არ არიან, რომ ასე გაეტრუხებინათ საკუთარი სიტყვები. უბრალოდ ანუ არ ელოდნენ, რომ ეს რაღაცნაირად შემოტრიალდებოდა მერე და ამ კონტრნასტუპს რო ჩაუშლიდა ამერიკა არა, ნუ ბაიდენი კონკრეტულად და ბაიდენის ადმინისტრაცია. აი ამდენი ბოროტებების მერე და კიდე დღეს რაც დღემდე მიმდინარეობს ის რო სასწაული ანუ არნახული ანტიტრამპისტული ალიაკოთი ისტერიკა და წიოკი რო იყო სანამ გაიმარჯვებდა ტრამპი და მე კიდე ძალიან დიდი ხანი და აი ახლა ბოლო დროს ოდნავ რაღაცა თითქოს დაცხრა და ადრე თუ ბლოგერების და ტელევიზიების 98% იყო ანტიტრამპისტი, ახლა ცოტა 92-მდე ჩამოვიდა ალბათ. ამას ყველაფერს სოროსი აფინანსებს, სოროსის ენჯოები, სოროსი აფინანსებს იგივენაირად იქაურ ტელევიზიებს როგორც ჩვენთან. და ჩვენთან მე მგონი უკვე აღარ აფინანსებს, ესეც კარგია, მაგრამ მაინც დებილობებს ჩადიან. უკრაინაში აფინანსებს. და აი ამ ყველა ბოროტების მერე, აი მე ახლა რასაც ვლაპარაკობ, ეს ხო არ არის რაღაცა ჩემი ინსაიდერული ინფორმაცია, რომ მარტო მე ვიცი და მე რაღაცა ისეთი წყაროები ვიცი და ისეთი რაღაცების წაკითხვა შემიძლია, რაც ფართო მასობისთვის არ არის ხელმისაწვდომი. არა. აბსოლუტურად ფართო მასებისთვის არის ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი და თავიანთი რასაც უყურებენ CNN-ები და BBC-ებიც ლაპარაკობენ იმაზე და თავის დროზე სტატიებიც და ყველაფერიც უბრალოდ მე ამას ვიჭერ, ამაზე ვფოკუსირებ ყურადღებას, ამას ვიმახსოვრებ, ამას ანუ ლოგიკურ ჯაჭვს და სხვები ამას არ აკეთებენ, ანუ რაღაცა ის აქვთ. ფლეშ რაღაც მეხსიერება თუ რაღაცა ან საერთოდ იგნორირებენ მსგავს ანუ იმდენად ტრენდზე არიან აი ამ ტრენდზე რომ ტრამპი ცუდია რომ ყველაფერს იმას ყველა იმ ფაქტს რომელიც გვიმტკიცებს რომ ტრამპი საუკეთესო ვარიანტია დღევანდელი მდგომარეობისთვის და დღევანდელი გეოპოლიტიკისთვის ამას რომ ანუ ამაზე მეტყველ ფაქტებს რომ აიგნორებენ ანუ ეს ან იმიტომ ჭირთ რომ უბრალოდ ტრენდზე ზიან ან რა ვიცი მე ან რაში ჭირდებათ არ ვიცი
ეს ახლა მე ვთქვი ის რაც ლოკალურად ხდება საქართველოში და ლოკალურად ხდება უკრაინაში. და გეოპოლიტიკურად რამდენად გენიალურ პოლიტიკას ატარებს ტრამპი, რომ ყველგან სადაც კი ხელი მიუწვდება პანამა, ვენესუელა, გრინლანდია, ყველგან მაქსიმალურად შეამცირა და შეავიწროვა ჩინეთის გავლენები, რომ უკრაინას საშუალება მისცა, რომ სადამდეც გინდა და რამდენიც გინდათ იმდენი ისროლეთო და დაბომბეთო და ბაიდენი არ აძლევდა ამის საშუალებას უკრაინას. ბაიდენი ასევე წინააღმდეგი იყო, რომ უკრაინას დაებომბა ნავთობგადამამუშავებელი, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ტრამპი რამდენიც გინდათ, სადაც გინდათ იმდენის ისროლეთ. რომ ტრამპი აძლევს საშუალებას, რომ უკრაინამ გაანადგუროს ჩრდილოვანი ფლოტი რუსეთის, რომელიც სანქციებს ირიდებს თავიდან და დაცურავს მიუხედავად იმისა, რომ აკრძალულია და ეს ნავთობი მაინც ჩუმჩუმად დააქვს. და ყველგან რო ანუ სადაც კი მიწვდებიან თურქეთის სანაპიროზე თუ იქ რაღაცა ბალტიის ზღვებში თუ სადღაც ჩრდილოეთ ოკეანეებში, ყველგან სადაც კი მიწვდებიან, ყველგან რო ანადგურებენ რუსეთის ამ გემებს. ესეც ხომ ამას იმიტომ აქვთ ამის საშუალება, რომ ამერიკა აძლევს თანხმობას ამაზე. ამერიკის თანხმობის გარშე ეს რაღაცებს ვერ გააკეთებ ფიზიკურად, არ შეგიძლია. ის რომ აი ამას ვერ ხედავ, რომ რამდენად მნიშვნელოვანია იმ დერეფანზე როგორ ზრუნავს ახლა ტრამპი და როგორ უნდა ამ დერეფანის გამოგლეჯა ჩინეთის ხელიდან და რუსეთის ხელიდან, რომელზედაც საქართველოა მიბმული და რომლის გამოც ამერიკას აუცილებლად ჭირდება ანაკლია. და არა მარტო ანაკლია, არამედ საქართველოს რკინის გზაც უნდა მიებას იმას ყველაფერზე, საქართველოს რკინის გზაც უნდა გადაკეთდეს და გაორმაგდეს და გასამაგდეს, რომ უფრო მეტი ტვირთ გამტარუნარიანი გახდეს. ამასაც რომ ვერ ხედავ და ამის გამოც რომ არა ხარ ტრამპის მადლიერი, ძალიან არანორმალურია. აი ძალიან არაადეკვატურად არანორმალურია. პირველი რაც ტრამპმა გააკეთა, როგორც კი მოვიდა უკრაინას შესთავაზე, რომ ხელშეკრულება გავაფორმოთო მინერალებზეო და იყო საუბარი მინერალებზე, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის და ეს ავტომატურად იმას ნიშნავდა, რომ ამერიკა უზრუნველყოფს დეოკუპაციას მომავალში. ნუ ეს უკვე მერე ზელენსკი მოიქცა ძალიან საშინლად მოღალატეობრივად და არ მისცა ტრამპის ამის საშუალება, მაგრამ თვითონ ტრამპმა ეს ხო მოიტანა მაგიდაზე. ეს ხო შესთავაზა. ბაიდენს არასდროს თავშეს რაღაც არ მოუვიდოდა. მოკლედ, მილიონი არგუმენტი არსებობს ბაიდენ-ობამა გუნდის საწინააღმდეგო და ტრამპის პირიქით გვაჩვენებს რამდენად გენიალურია და საჩვენოა მისი გეოპოლიტიკური ყველა ნაბიჯი. და როდესაც შენ ამას ვერ ხედავ და სასამართლოს რიგში დგახარ, მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრი ხარ და ტრამპს ლანძღავ ხარ არაადეკვატური. რაც სამწუხაროა. და საერთოდ ისეთი დროა, რომ ადეკვატური ადამიანები თითზე ჩამოსასვლელი დარჩა ქვეყანაში. დიდ სურათს რო ხედავს ისეთი ადამიანები თითზე ჩამოსასვლელი დარჩა ქვეყანაში. ამ დიდი სურათიდან გამომდინარე მსჯელობა რო შეუძლია და ამ დიდი სურათის პროექცირება რო შეუძლიათ ლოკალურად საქართველოზე, უკრაინაზე, შავ ზღვაზე. ძალიან ცოტანი. ალბათ 5 მაქსიმუმ 10 კაცი. მოკლედ ანტიტრამპიზმი სრული გამოღლეებულობაა. მომავალ შეხვედრამდე
რუსეთი აღარ იქნება შავ ზღვაზე.